მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს ჩემს ავტორო გადაცემის რუბრიკის ფარგლებში გიორგი ტუმასიანი გახლავართ. ჩვენ გვავაგრძელებთ ჩვენ საინტერესო დისკუსიებს სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა ფორმატში და გახსოვთ რომ ჩვენ ვეცადეთ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა გაანალიზებაში საერთოდ იმისა, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში შიდა პოლიტიკის საკითხში და ერთ-ერთი გადაცემის ფარგლებში თავი გაგაცანით როგორც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი 2017-18 წლებში და ვეცადეთ გვესაუბრა ახალგაზრდების როლზე აი ამ პროტესტში და საერთოდ რატომ დგანან ახალგაზრდები დღეს უწყვეტად 3 თვეზე მეტია ქუჩაში. ხო და სწორედ ამ მიზნის თვის ამ საკითხის სიღრმისეულად განხილვისთვის დღეს დავპატიჟე ჩვენს გადაცემაში ჩემი კოლეგა ნინო გოგოხია, უნიჭიერესი ახალგაზრდა ადამიანი და ნინო იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2021-22 წლებში, დღეს არის ჯიპას დოქტორანტი საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით და ამავდროულად არის მრავალი ლიდერული პროგრამის ორგანიზაციული თუ პიროვნული განვითარების პროგრამების წარმომადგენელი. ზოგადად ნინოს ვიცნობდი გაცილებით უფრო ადრე ვიდრე ახალგაზრდობის წარმომადგენელი გახდებოდა და მინდა ვთქვა რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც არამხოლოდ თვითონ არის თავისთვის ნიჭიერი და ბევრი მიმართულებით უზარმაზარი პროექტები აქვს განხორციელებული, არამედ სხვა ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი და როცა ახალგაზრდობის წარმომადგენელი გახდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანა. ხო და ნინოსგან, რა თქმა უნდა, ძალიან გვაინტერესებს მისი როგორც ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითის ჩვენი ახალგაზრდობის აზრები, ზოგადად ძალიან ბევრ საკითხზე. ნინო, მადლობა რომ დრო მონახე და მოგწანდი. მადლობა პირველ რიგში გიორგი, პატივია ჩემთვის შენთან ერთად დისკუსია საუბარი, ძალიან დიდ პატივს გცემ, მივესალმები მაყურებელს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად ის თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ და რა თქმა უნდა, მეც ერთი სული მაქვს დავიწყოთ ამ თემაზე დისკუსია და ვისაუბროთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე, რაც კი შეიძლება იყოს სამყაროში, ეს არის ახალგაზრდობა. მშვენიერი და აი აქედანვე დავიწყოთ. რატომ არის ახალგაზრდობა ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენი? ახალგაზრდობა არის მუდმივად განახლებადი რესურსი და ძალიან კარგად შეიძლება ამის ესე რომ ვთქვათ, ხილვა თაობების შედარებით, ხო? მილენიალები, ჯენზი, ალფა, ყველა სხვა თავის სახელს ვარქმევთ და თვალსა და ხელშუა ვატყობთ, როგორ განსხვავდებიან თაობები ერთმანეთისგან. უნარებით, შეხედულებებით სხვადასხვა საკითხებზე. შესაბამისად, ყველაზე კარგი მაგალითია ახალგაზრდობა ტრანსფორმაციის, ცვლილებების და ძალიან კარგად ვხედავთ ცოცხალი მაგალითებით, როგორ შეიძლება ინდივიდი იყოს განსხვავებული ისტორიის სხვადასხვა დროს. ეს თავისთავად ახდენს გავლენას გარემოზე, ახდენს გავლენას ორგანიზაციებზე, ახდენს გავლენას სახელმწიფოზე, იმიტომ რომ ინდივიდების ერთობა ქმნის უკვე რაღაც გუნდს. შესაბამისად, ჩვენ როგორც ახალგაზრდები, ჯერ კიდევ ახალგაზრდები ხო 29 წლამდე ახალგაზრდებად ვინათლებით, შემდეგ უკვე ძველგაზრდები ვართ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ახალგაზრდობის წლები გამოვიყენოთ მოძრაობისთვის და მე ასეთ რაღაცას ვამბობ, რომ უნდა გადავხდეთ ბევრ ადუღებულ წყალში. არა პირდაპირ გაგებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი რაღაც უნდა სცადო. ბევრ სფეროში უნდა სცადო შენი თავი. კარგად გაიგო შენი ღირებულებები, ბევრი კითხვა უნდა დასვა და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ეს თაობა ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მილენიალების და ჯენზის ერთობა ძალიან კარგი მაგალითია იმის, რომ ჩვენ ბევრ რაღაცას ვცდილობთ და ცდა არასდროს არ არის, ესე რომ ვთქვათ, ერთის მხრივ ცუდი, არასდროს არ არის დამაკნინებელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს და როგორი შედეგით დამთავრდება, რადგან აი ზუსტად ბევრი მცდელობა განგვსაზღვრავს თუ როგორი ადამიანები ვართ და დღეს ამას ძალიან კარგად ვხედავ. განსაკუთრებით ზოგადად არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე, მსოფლიოში ვხედავ, რამდენად დამოუკიდებლები გახდნენ ახალგაზრდები და აქვთ თავიანთი აზრი ბევრ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით და ეს უკვე ძალიან კარგია. და ეგ უკვე ნიშნავს, რომ თაობები იცვლებიან და თაობებს აქვთ უფრო მეტი თვითშეფასების, თვითკრიტიკის და ასევე თვით გამოხატვის საშუალება ან სურვილი როგორც მინიმუმ. საშუალება უკვე ხშირად გვაქვს, ხშირად არ გვაქვს, მაგრამ თავარია რომ სურვილი არსებობდეს. კი ბატონო.
ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო პრინციპში ახალგაზრდების მიმართულებით. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ დრო ასეთ ვიცი შეზღუდული გვაქვს და ყველა ფერზე დეტალურად ვერ ვსაუბრობთ, პრიორიტეტული არის ნამდვილად ჩვენთვის ქართველი ახალგაზრდები. თავისთავად. და ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სათქმელი არის აი ამ თემაზე და ბევრი სამსჯელოც პრინციპში, ზოგადად ახალგაზრდებს, რომელთა რაოდენობა მსოფლიოში პიკზეა და სერიოზული შესაძლებლობების წყაროა ახალგაზრდობა მთელი დედამიწაზე, კაცობრიობის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოში ქართველი ახალგაზრდების ბედი ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს და ქართველი ახალგაზრდები დღეს ჩემი აღქმით ეს სუბიექტურია, ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად შეაფასოს, მაგრამ ჩემი აზრით დღეს აპროტესტებენ და დგანან პროტესტში. ქართველი ახალგაზრდები დღეს უკმაყოფილო არიან პროცესებით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ჩემი შეფასებებია იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მაინც და მაინც პარტიული არ არის და არასდროს ყოფილა, მაგრამ ის ახალგაზრდობა, ვისთანაც მე მომიწია კომუნიკაცია, ნამდვილად არის პოლიტიკური იმ გაგებით, რომ მათთვის ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ, წარმატებულ, სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ყოველთვის იყო ფასეულობა და ჩვენ პრინციპში ვინც წვლილი შექონდა ამ ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში, ზუსტად ამასაც ვცდილობდით, რომ ასეთი ახალგაზრდა თაობა ყოლოდა და ჩემი წვლილი მე შევიტანე, შენ დარწმუნებულა, შენი წვლილი სხვადასხვა ხერხით ამაში. დღეს ეს ახალგაზრდობა ჩემი შეფასებით უკმაყოფილო არის მიმდინარე პროცესებით. შენ როგორ ფიქრობ, შენ როგორ ხედავ, იმიტომ რომ ჩვენი წლები მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებთან ქონდა კომუნიკაცია, მაინც სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ორგანიზაციების, სხვადასხვა ახალგაზრდებთან იყო ეს კომუნიკაცია და შენი კუთხიდან ხედავ, რა თქმა უნდა, აი ამ მოვლენებს. ანუ მე ჯერ კიდევ გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლობის მანდატის დროს, როდესაც შემოვიარე რეგიონები, ამ გამოცდილებამ კიდევ უკეთესად დამანახა რამდენად დიდი განსხვავებაა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. რა უჭირთ, რა ულხინთ, რა აქვთ სადარდებელი და ასე შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება ჩვენ ქართულ ახალგაზრდებს, ეს არის ზუსტად კრიტიკული აზროვნება, რადგან ჩვენ ვართ თაობა, რომელიც დავიბადეთ დამოუკიდებელ საქართველოში, ჩვენ ვიცით თავისუფლების ფასი და ჩვენ ვართ ასევე ის თაობა, რომელმაც ვნახეთ თუ რამდენად მაგარია, როდესაც ჩაკეტილ ყუთს ტოვებ. ჩაკეტილი ყუთის დატოვების საშუალება ჩვენ მოგვცა ბევრმა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა. ხო, ჩვენ თვალსაჩინარი გაგვიფართოვდა. ზოგადად მჯერა რომ იმისთვის რომ ცვლილებები მოახდინო, თქვა ყველას უნდა ხო რაღაც ცვლილება მოახდინოს. პირველ რიგში უნდა ნახო დიდი სურათი. ბევრი რაღაცა უნდა ნახო. თუ მხოლოდ შენს ნაჭუჭში ხარ ჩაკეტილი და მხოლოდ შენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს უყურებ, გაგიჭირდება დიდი სურათის დანახვა. ამიტომ უნდა ნახო დიდი სურათი. ამის ძალიან კარგი საშუალება და მაგალითი იყო ევროპა. ევროკავშირი, ის შესაძლებლობები, ერასმუსის გასვლითი პროგრამები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, გრანტები, სტიპენდიები, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით გაიცემოდა ქართულ ახალგაზრდებზე, ხო? როდესაც ნახავ დიდ სურათს, სწორედ ამის შემდეგ შეძლებ რომ სწორად გააანალიზო რაღაცეები. ახალგაზრდა, რომელიც არ არის ცნობის მოყვარე, რომელსაც არ უნახავს, სხვაგან როგორ ცხოვრობენ, სხვებს რა უჭირთ, სხვებს რა უხინთ, ვინ გვჯობია რაღაცაში, ვინ არ გვჯობია რაღაცაში, ხო? ის ვერ იქნება თვითშემეცნებული. შესაბამისად, ჩვენ გვყავს დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობის თაობა ახალგაზრდები, რომლებმაც შეიმეცნეს, ანუ გავიდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, დატოვეს ყუთი, ბევრი კარგი რამ შეიმეცნეს, სწორად გააანალიზეს და დაბრუნდნენ და უკვე აქვთ გაცილებით უფრო ძლიერი არგუმენტები და ძლიერი მიზეზები, ძლიერი ბერკეტები, რომ მოახდინონ ცვლილებები. ჩვენ ახლა გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ჭკვიანი ახალგაზრდები, ან მე შემიძლია ვთქვა ობიექტურად, არ არის ეს სუბიექტური, ბევრ სხვა ქვეყანაში ვყოფილი ვარ, 23 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თითქმის ყველაში სამუშაო კუთხით და სულ ახალგაზრდებთან მიმუშავია სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან. ჩვენ გვყავს ახალგაზრდობა, რომელიც არის ძალიან შრომის მოყვარეც და ცნობის მოყვარეც, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ პოზიტიური ცვლილებები მოიტანო. და როდესაც ეს რესურსი გაქვს, მაგრამ შენ არ გისმენენ,
რასაკვირველია, ეს იწვევს გაღიზიანებას და მე დღეს სწორედ ამას ვხედავ. ახალგაზრდებს, რომლებსაც ბევრიც აქვთ შემეცნებული, კომპეტენციებიც აქვთ, უნარებიც აქვთ, უნდათ რომ მოახდინონ ცვლილებები, მაგრამ გაცილებით უფრო რთულად გამოსდით და გამოგვდის, იმიტომ რომ არ არის ის მოცემულობა, რომელიც მოგცემდა იმის საშუალებას, რომ როგორც ვთქვათ, სხვა ქვეყნებში ჩვენი აზრი ისმინებოდეს. ამიტომ ის რომ ქართველი ახალგაზრდობა ხშირად გამიგი არის ვთქვათ, გაბრაზებული, ძალიან ბუნებრივია. არ ბრაზდება ის, ვისაც არ გააჩნია ასლი. თუ შენ აზროვნებ, ესე იგი შრომობ. და თუ ბევრი იცი და გააქვს შეხედულებები და შემდეგ რაღაც გარკვეული აზრები ერთმანეთს არ ეთანხმება, რასაკვირველია, გექნება განსხვავებული რეაქციები. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ წარმატებული, დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ინდივიდები, რომლებიც ჩვენს ცუდსაც შეამჩნევენ და კარგსაც. კონსტრუქციულ უკავშირსაც მოგცემენ, ოჯახიც ხვასია. შეიძლება გვყავდეს ოჯახის წევრები, რომელთა ყველა უნარი და თვისება არ მოგწონდეს. ძალიან ბუნებრივია, ხო? მაგრამ ისინი მაინც ჩვენი ოჯახის წევრები არიან, გვიყვარ, შეიძლება გვიყვარდეს, მაგრამ ყველაფერი არ მოგწონდეს. ზუსტად იგივეა სახელმწიფოში. გვიყვარს სახელმწიფო, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი არ მოგწონდეს. და ეს ასეც უნდა იყოს. ჯანსაღი როგორც ორგანიზაციული განვითარება გულისხმობს, ასევე სახელმწიფოებრივი განვითარებაც გულისხმობს იმას, რომ შენ ყავს შენს ქვეყანაში ინდივიდები, რომლებსაც არ ეშინიათ გითხრან აი ეს აქ შეგვეშალა. და როდესაც ისმენ მსგავს უკავშირს იღებ და შემდეგ ფიქრობ, აი მოდი მე რა შემეშალა და ვფიქრდე და გამოვასწორო, აი ეს არის ჯანსაღი. აი დღეს რაზეც შენ ზუსტად საუბრობდი, რომ ქართული ახალგაზრდობის ხმა არ ისმინება, სწორედ აი ეს მოცემულობა. არის რესურსი, არის იდეები, არის სურვილი, არის სიყვარული ქვეყნის და საქმის, თუმცა არ ხდება მეორე მხრიდან აი ამ უკავშირის კონსტრუქციულად მიღება და რასაკვირველია ეს უკვე წარმოშობს ჩიხს. ცალმხრივი ურთიერთობა ძალიან რთულია რომ აეწყოს. და სწორედ აი ამ ურთიერთობაში ვართ ახლა ჩვენ შესული და ძალიან საინტერესო პროცესია, თუმცა არ არის მარტივი და ძალიან რთულია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ არის ამ ბრძოლაში ჩართული. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩვენი ასაკის, ჩვენზე ახალგაზრდაც, ნინო, რომელთა წარმომადგენელიც ვიყავით, დღეს საპატიმროში არის. და სრულიად აბსურდული ლოგიკით, არანაირი აი ამას იურისტიც არ გჭირდება რომ იყო რომ მიხვდე რომ არანაირ ჯგუფურ ძალადობას ამ ბავშვებს პირდაპირ ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით ბავშვი ახალგაზრდას გულისხმობ ცხადია მაგრამ ასაკით იმდენად ახალგაზრდები არიან რომ ნუ წარმოუდგენელია უბრალოდ მეორე ძალიან დიდი ჯგუფი და როცა უყურებ ამ სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ არ შეიძლება რომ არ კონდეს ემოციური ბმა იმისა რომ ეს ადამიანები ეხლა იწყებენ საერთოდ განათლებას, კარიერას, ცხოვრებაში აწყობას, რაღაც იდეებს ხო რას აპირებენ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ ამოდ 29 წელს მთავრდება ახალგაზრდობა, იქ ზოგი 19 და 20 წელს. გაცილებით პატარები არიან. ეხლა იწყებენ ახალგაზრდობას. მეორე მხრივ არის უზარმაზარი რაოდენობით ადამიანები, ვისაც გვაჯარიმებენ უბრალოდ რუსთაველზე დგომისთვის და საერთოდ აი შეიქმნა ეს პარალელურად არის გარკვეული აბსურდული ნარატივები ყველას იქ პოლიტიკურ რაღაც პარტიებთან, ნუ ეხლა არც მინდა ამის გამეორება რეალურად არც ეთერში, მაგრამ შინაარსობრივად არის რაღაც პოლიტიკური სახის მიცემა, ანუ მთელ ქართულ ახალგაზრდობისთვის რაღაც პოლიტიზებას, პარტიულობის დაბრალება, რაც ნამდვილად ეგრე არ არის. მე ხდება ის შენ აღნიშნე რომ როცა მივდივართ ევროპაში, ვხედავთ იქ რეალობას, ნამდვილად ასე არის. კიდე ევროპაში, კიდე ამერიკაში ჩვენი თვალებით გვაქვს ნანახი ეს ყველაფერი და როცა იგივე ახალგაზრდებს დღეს ის ხალხი რომელიც ევროინტეგრაციაზე თვითონ საუბრობდა ახლახანს ეუბნება რომ იქ რაღაცა კონსპირაციები ხდება და რაღაცა ევროკავშირი თურმე ომის შესახებ არის აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ შორს რო არ წავიდეთ ჩვენი ნანახი იმ თაობის აი პიროვნულად არა ვინც წავიდა ამ ევროპაში სასწავლებლად გაცვლითი პროგრამები თუ ასე შემდეგ დაინახა ევროკავშირი დარწმუნდა რომ არა მხოლოდ ეს არის კეთილდღეობის უზარმაზარი სივრცე რომელიც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენ გვინდა ჩვენი მშობლების თაობისთვის ჩვენ გვინდა ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობისთვის ეს კეთილდღეობა ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის ეს კეთილდღეობა მაგრამ ამავდროულად არის მშვიდობის ყველაზე კარგი სივრცე საერთოდ
და აი ამ ახალგაზრდებს, როცა რომელიც ფიქრობს, შენ აღნიშნე, თან შენ კრიტიკულ აზროვნების მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამა აქვს ჩატარებული, ხო? როცა ეუბნებიან, რომ კრიტიკულად აზროვნებ და გვეუბნებით, რომ ევროკავშირი არის რაღაც ომის შესახებ. ამ ახალგაზრდობას ეს არ ესმის, როგორც ხვდები, იმიტომ რომ გაბრაზებულია, რადგან არ ესმის და აი შენ როგორ გონია, მაგიტო არის გაბრაზებული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა ზუსტად გაბრაზებული არის, იმიტომ რომ ბევრი იცის. როდესაც არ იცი, მაშინ არ ბრაზდები და არ გაქვს არც ემოციური კავშირი. როდესაც იცი, გინახავს და აი ასეთი ძალიან კარგი ფრაზა არის, რომ პატარაში არ ჩანხარ, დიდში ვეღარ ეტევი. პატარა საზოგადოებაში შენ თუ ხარ ცოდნე და ბევრი გინახავს, იქ ვერ გამოჩნდები. ასეთი აქსიომაა და ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეს. როდესაც გვყავს ასევე დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც უბრალოდ არ აქვს ნანახი, გააზრებული, რა სიკეთეებს ვიღებთ ჩვენ მეგობრებისგან. ძალიან მარტივიანით უნდა ვისაუბროთ. დიპლომატია არ არის რაღაც ცალკე მდგომი რამ. როგორც მეგობრებს ვარჩევთ და გვჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრებაში ვიყოთ წარმატებულები, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე ჩვენ გვჭირდება მეგობარი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ და ჩვენთან ერთად მოაბიჯებენ და გვეხმარებიან. ხო? პატარაში არ ჩანხარ, შენ თუ მაგარი ტიპი ხარ, შენ თუ ძლიერი ხარ, შენ თუ განვითარებული ხარ, პატარა საზოგადოებაში ვერაზოს ვერ დაგაფასებენ, მაგრამ აი დიდში, როდესაც გადადიხარ, როდესაც ევროკავშირის წევრი ხდები, როდესაც დიდი თანამეგობრობის წევრი ხდები, აი მანდ კი ვეღარ დაეტევი, იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაც ასეა მოწყობილი, რაც უფრო მეც ნახულობ, რაც უფრო ვითარდები, უფრო მეტი გინდა. ჩვენ ზუსტად ახალგაზრდობას, ხო, მეც შენს და ბევრ სხვა ახალგაზრდასაც სწორედ ეგ გვინდა, რომ აი ამ დიდ ნახტომში, დიდ ადუღებულ წყალში გადავხდეთ. დიდ გარემოში გავცუროთ საქართველოს, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ, იმიტომ რომ თუ ჩავიკეტებით ჩვენს პატარა ოთახში, რა თქმა უნდა ვერ განვითარდებით და ამაზე ბრაზდებიან ახალგაზრდები. განსაკუთრებით ის ახალგაზრდები, ვიცი, წლებია მუშაობ ახალგაზრდული სფეროს მიმართულებით და განსაკუთრებით აი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი რაოდენობით რესურსები არის ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, როგორც სახელმწიფო უწყობების განვითარებაში, არასამთავრობო სექტორის განვითარებაში, განათლებაში და ამ ყველაფრის წყალში გადაყრაც კიდევ უფრო გაბრაზებს. გამოდის, რომ ფუჭი იყო ეს ყველაფერი, თუ მე დავიხუნძლე ჩემი თავი ცოდნით, წავედი, მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე, ვისწავლე, დაუბრუნდი ჩემს ქვეყანაში და მე ამის გაცემის საშუალება არ მეცემა, ესეც მაბრაზებს, ხო? იმიტომ რომ ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც შეუძლია მიიღოს და ასევე გასცეს. და აი გაცემის უფლება, როდესაც არ გვაქვს და გაცემის შესაძლებლობა, როდესაც არ გეძლება, ესეც კიდე დამატებითი ფაქტორია, რომ ვერ უზიარებ იმ სიკეთეებს, რაც შენ ნახე, იქ ევროპაში. რაც სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობით მიიღე და ნახე თურმე როგორი არის ჯანსაღი სამუშაო გარემო. როგორი არის გარემო, სადაც შენი უფლებები დაცულია. როგორი არის გარემო, სადაც შენ შეგიძლია რომ თვით გამოიხატო. შენი პოზიციის დაფიქსირების გამო ვინმე არ აგითვალისწუნოს. ეს არის ჯანსაღი. რა თქმა უნდა, ევროპა სწორედ ამ კონსტრუქციულობას ქადაგებს, ხო? რომ ეს შენი თვით გამოხატვაც ასევე კონსტრუქციულობის ფარგლებშია. თუმცა, როდესაც არ გვაქვს და ჩვენს გარკვეულ ნაწილს არ აქვს ეს ყველაფერი ნანახი, რა თქმა უნდა, უჭირს ამ ყველაფრის გაგებამ, მაგრამ მეორე დამატებითი პრობლემა არის ის, რომ გაგებას შეიძლება გიჭირდეს გაგება, მაგრამ სურვილი მაინც გქონდეს. აი არ ვიცი ვაღიარო და მოდი აბა განვანათლე. აი ეს სურვილი, როდესაც არ არის, არის ძალიან ცუდი. და კიდევ დამატებით რაც მინდა ვთქვა, აი წინა თაობებს შეეხე, ხო? მე დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი და მე გავიზარდე ისტორიებით აფხაზეთზე, ბაბუა ჩემის და ბებია ჩემის ისტორიებით და ვიცი ჩემი მთელი ოჯახი ეს გზა როგორ გაიარეს ეს ყველაფერი და როგორ გადარჩნენ და ნულიდან დაიწყეს ცხოვრება. ჩვენ ვიცით რა არის ომი, რა არის აგრესია, რა არის ცხოვრების თავიდან დაწყება. და როდესაც ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს და განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისაც ეს ყველაფერი ნანახი აქვს, უბრალოდ საინტერესოა, რატომ უნდა გინდოდეს ამ ყველაფერში დარჩენა და რატო არ უნდა გინდოდეს წინსვლა და იმ პარტნიორების გვერდში ამოყენება, რომლებიც მათ არათუ გამოიწვიეს ეს ყველაფერი, არამედ მზად არიან რომ დაგეხმარონ და ძალიან ბევრჯერაც დაგხმარებიან და აი ეს მართლა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ აი ამ ასეთ დროს ძალიან გვჭირდება თაობათა შორისი საუბრებიც. გეთახა ამ ეთერებს მას შორის მაგისთვისაც ვიყენებ. და ძალიან კარგია. შენ იყავი პირველი ახალგაზრდობის წარმომადგენელი
დევნილი აფხაზეთიდან აღნიშნეს და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ყველას საერთო ტკივილი, თუმცა შენთვის და დევნილებისთვის ეს განსაკუთრებული ტკივილი არის. მაგრამ ამავდროულად განსაკუთრებულ ტკივილთან ერთად ალბათ თქვენ კიდე განსაკუთრებით ხედავთ აქ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას დევნილების საკითხების მოგვარებისთვის და საკითხებში პირველ რიგში რა თქმა უნდა გულისხმობ დღევანდელ რეალობას, ანუ სოციალურ-ეკონომიკურს, მაგრამ რეალური საკითხი არის დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში. და ამისთვის ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა კონფლიქტის დასრულება, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, შერიგება და ამ ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა. როგორ ხედავ შენ როგორც ერთი ლიდერი ახალგაზრდობის წარმომადგენელი ამ პროცესში რამდენად დიდია ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების როლი აი ამ საკითხში საერთოდ? ევროკავშირში გაწევრიანების როლიც საკმაოდ დიდია და ეს კიდევ ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და განსაკუთრებით ეს არის განათლება. ძალიან მარტივ მაგალითებს მოვიყვან. მაშინ, როდესაც ჩვენი 20% ქვეყნის არის ოკუპირებული და განათლების სისტემაში ჩვენ არ გვაქვს ძალიან მცირე გვაქვს აი ამ ისტორიული მოვლენის ანალიზი სასკოლო დონეზე ეს ერთი. საუნივერსიტეტო დონეზე მე თავადაც მომიწია კონფლიქტების მიმართულებით სხვადასხვა საგნის გავლა. როდესაც გადიხარ საგნებს სხვადასხვა ქვეყნების კონფლიქტების მაგალითზე და არ არის მოყვანილი შენი ქვეყნის მაგალითი, ესეც კიდევ დამატებითი წითელი დროშაა, რომელიც წინთება, ხო? განათლება არის და ზოგადად განათლების სისტემა სჭირდება, რომ იყოს მზად თუ გინდ იმისთვის, დიადი მიზნისთვის, რომელსაც ყველანი ვამბობთ, რომ ჩვენ დაუბრუნდებით, თუმცა იმისთვის, რომ დაბრუნდე, ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თაობები უნდა მოამზადო. მე ძალიან ბევრ ახალგაზრდას შევხვდი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებს. ჩვენ გვაქვს ლინგვისტური ბარიერიც უკვე. თუ წინა თაობები საუბრობდნენ ერთ ენაზე, მაგრამ მაინც ვერ გაიგეს ერთმანეთის. როდესაც თაობები იცვლება და ჩვენ გვიჭირს ერთ ენაზე საუბარი, საოკუპაციო ხაზს მიღმა საერთოდ სხვა ენაზე საუბრობენ, საოკუპაციო ხაზს აქეთ ჩვენ ქართულად და ინგლისურად საუბრობთ უფრო მეტად ახალგაზრდები, ძალიან რთულია ერთმანეთის გაგება. ასევე ძალიან საინტერესოა ის საგანმანათლებლო კურსი, ის წიგნები, რომელსაც იყენებენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, საერთოდ სხვა რეალობაში ცხოვრობენ იქ ახალგაზრდები. სხვა ისტორიულ კონტექსტზე რაკურს გადიან. შესაბამისად, მათი ცნობიერება საერთოდ სხვანაირად ვითარდება. მაგრამ საპირწონე იქნებოდა, რომ აქეთ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიებზე მაინც ახალგაზრდებს შესაბამისი განათლების საშუალება ჰქონდეთ. არც აქეთ გვაქვს ალხინოთ საქმე, იმიტომ რომ ფაქტობრივად აფხაზეთის თემას ასე ძირფესვიანად არ გავდივართ, არც სასკოლო დონეზე და არც საუნივერსიტეტო დონეზე. შესაბამისად, ერთია რომ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას საოკუპაციო ხაზს მიღმა, მაგრამ საოკუპაციო ხაზს აქეთ მაინც ხომ შეგვიძლია რომ გავაკონტროლოთ ეს სიტუაცია და თაობები უფრო მოვამზადოთ. აქედან გამომდინარე რა პრობლემა გვაქვს? ძალიან მცირე რაოდენობით გვყავს კონფლიქტოლოგები. ძალიან ბევრი პროექტის ფარგლებში მიწევდა აი ამ თემაზე სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრები და ყველა ერთი და იგივე ვაჟღერებდით. არა გვყავს. ერთი და იგივე სახეებს ვხედავდი 2-3 ადამიანი. შესაბამისად, ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა. თავისით არ მოგვარდება არაფერი. თავისით არ გაბრწყინდება. ჩვენ თუ არ მივაშველეთ ჩვენი გონება, გარკვეული ბერკეტები თუ არ გამოვიყენეთ და როდესაც აი თითქოს ძალიან მარტივი რამ არის, მაგრამ ვფიქრობ აი ამ საკითხში იმისთვის რომ დაუბრუნდეთ და იმისთვის რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, იმისთვის რომ აღდგეს ჩვენი კონსტიტუციური მთლიანობა, ჩვენ გვჭირდება რომ ძალიან დიდი რესურსი ჩაიდოს განათლების სისტემაში. და განათლების სისტემაში როდესაც ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომ სწორედ ევროკავშირის როლი ძალიან დიდი იყო ყოველთვის ჩვენი განათლების სისტემის განვითარებაში. მე უკვე შენ გეძლევა, როგორ თქვა, რესურსი და ფინანსება. უკვე შენ უნდა დაფიქრდე, მე რო ეს რესურსი მერგება, მოცემულობა არ მივიღო და უკეთესად გამოვიყენო. ვფიქრობ აი ამ ნაწილში ბევრი დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ რომ ერთია რომ ვიყო დამოკიდებული ამ რესურსებზე, მეორეა რომ სანამ ვიქნები დამოკიდებული, როდემდე ჩემი თავიც გავაძლიერო და აი ამ ნაწილში ცოტა მოვიკოჭლებთ. აი გაძლიერების ნაწილში, რომ ეს რესურსები სწორად გამოვიყენო და მივიტანო შესაბამის ადრესატამდე.
კი ბატონო, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის პროგრამების დაფინანსების მხარდაჭერაზე პრინციპში ცალმხრივად ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებენ და რაღაც მიმდინარეობს უცნაური გაშავების პოლიტიკა ევროკავშირის დაფინანსების. საერთოდ ფარა, რომელიც ახლა წარდგენილია და პრინციპში ნელ-ნელა იღებენ, რეალურად უდიდეს პრობლემას ჩემი წარმოდგენით, პრაქტიკაში ცხადია ეს უნდა ვნახოთ ჯერ, მაგრამ თეორიაში მინიმუმ უდიდესი პრობლემა იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ ორგანიზაციების დაფინანსებას ასე თუ ისე იღებს. სხვადასხვა შეიძლება ერჯერადად რაღაც პროექტის ორგანიზებისთვის ასე შემდეგ არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურისგან იღებდეს, ძირითადად შეიძლება იყოს კიდე არასამთავრობოდან იღებდეს ევროკავშირიდან გარკვეული ერთობლივი ინიციატივებისთვის მაგალითად, მაგრამ ეს ხელს უწყობდა ყოველთვის იმას, რომ ჩვენ აი ეს ქართველი მაშასადამე ევროპელი ეს კონტექსტი ყოფილიყო ამ ყველაფერში, რომ ჩვენ აი ამ დიდი ერთი ოჯახის, ცივილიზაციური ოჯახის ნაწილი ვართ. იმ ოჯახში არ არის ყველაფერი იდეალურად, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია, არცად არ არის იდეალურად, მაგრამ ცივილიზაციურად ნამდვილად წინ არიან ბევრი საკითხით, ვიდრე ძალიან ბევრი სხვა რეგიონი დედამიწის და ამიტომ ჩვენც ისედაც ბუნებრივად ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ, გვაქვს შესაძლებლობა რომ ერთად უფრო ძლიერი ვიყოთ, ხო? ძალა და სიძლიერე მრავალფეროვნებაში არის ევროკავშირის ლოზუნგი, მაგრამ აქ ჩვენ ხედავთ რომ დღეს სამწუხაროდ ქართულ შეიძლება ითქვას პოლიტიკურ მსჯელობაში, მაგრამ ცოტა უფრო ფართოდ, ხო, ჩვენ სახელმწიფოში არსებულ მსჯელობაში პოლიტიკურს ნუც დავარქვევთ ამას. არის საპირწონე დაყენებული ხშირად საქართველოს ინტერესები და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. მე პირადად ეს მაგონებს ცოტა რაღაც ჩრდილოეთ კორეის რაღაც ელემენტებს მცირე იმ კუთხით, რომ რაღაც ქვეყნის გარეთ კომუნიკაცია, რომელიც ყოველთვის მისასალმებელი იყო და პირიქით, რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნებოდა ამერიკასთან, ევროპასთან, განვითარებულ ქვეყნებთან ითვლებოდა ახალგაზრდებისთვისაც ეს, რომ კიდე უკეთეს საქმეს აკეთებს შენი ქვეყნისთვის, დღეს აი ამ ორგანიზაციებისთვის გარკვეული შიშის მატარებელია უცხო ქვეყნის ორგანიზაციებთან, გულისხმობ NGO-ები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, რაღაც კომუნიკაციები, ერთობლივი პროექტები, პროგრამები, გაცვლითი პროექტები, საგანმანათლებლო ერთობლივი პროგრამები და ეს ჩაკეტილობას უწყობს, ანუ ამ შემთხვევაში რაღაც მცდელობა არის, რომ ქართველი არათუ მაშასადამე ევროპელი, არამედ პირიქით საპირწონედ დააყენონ, რომ ევროპელი ანუ არ არის ევროპელი და არ უნდა იყოს, ხო? რაც ძალიან უცნაურია. ეს ახალგაზრდობაზე, ჩვენს თაობაზე უდიდეს ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს პირველ რიგში, იმიტომ რომ არღვევს ჩვენს აზროვნებაში არსებულ პარადიგმას და მეორე მხრივ ქმნის მყისიერ საფრთხეს ყველა იმ სისტემებზე, რაც ჩვენ ავაშენეთ ახალგაზრდულ სფეროშიც კი. უკვე არ ვამბობ იმას, რომ ფარას გარდა ეს კანონი, აი, რასაც რუსულ კანონს ვეძახით, იმიტომ რუსეთში არის ეგეთი კანონი მაგ ლოგიკით, NGO-ების, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ისედაც საფრთხე ყველაფერს თავი რო დავანებოთ. ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის არის ძალიან სერიოზული საფრთხე და ამ ვითარებაში როგორ გონია ჩვენი ახალგაზრდობა რამდენად ასე ვთქვათ, რთულ ვითარებაში იმყოფება, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც შენ გაგაჩნია და როგორ ფიქრობ ახალგაზრდების, აი ყველას ხო ვერ დაპატიჟებთ ამ ეთერში და ყველა ვერ გააჟღერებს თავისას, მაგრამ მათ ნაცვლად რო თქვა შენი აზრი, აი როგორც მათი წარმომადგენელი, ამ ახალგაზრდებს რა პასუხი ექნებოდათ აი ამ მსჯელობაზე, ამ სტილის? პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორობებისგან მიღებული სარგებელი ეს არც სუბიექტური აზრია, ყველანაირად მტკიცდება. ყველაზე დიდი ნაწილი ისედაც ეხმარებოდა ჩვენ სახელმწიფო უწყებებს ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებაში. 10 ჯერ უფრო მეტი დაფინანსება არის მიღებული კონკრეტულად სახელმწიფო უწყებების მიერ, ვიდრე NGO არასამთავრობო სექტორის მიერ. სადღაც 10%-მდე აქვს მიღებული მთლიანად აი ამ გაგაცემული რესურსებისა. შესაბამისად, მაშინ როდესაც საუბრობთ, რომ ევროპა არ არის კარგი და ცუდი ბოლოტმოქმედის როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, ჩვენსავე განვლილ გზასთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. მოვდივართ იმასთან, რომ მე ვარ ქართველი მაშასადამე მე ვარ ევროპელი და ასევე მოვდივართ წინააღმდეგობაში იმას, რომ წლების მანძილზე სწორედ ევროპული დაფინანსებით გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფო უწყებები.
როგორც ორგანიზაციული კუთხით, საგანმანათლებლო კუთხით, ინსტიტუციური განვითარების კუთხით. შესაბამისად გამოდის რაღაც შერჩევითი სამართალი, რომ მხოლოდ არასამთავრობოებისთვის გაცემული თანხა არის ცუდი მიზნებით და ჩვენ რაც მოგწეს, ესე იგი კარგი მიზნებით. მოკლედ აქ ლოგიკურ და სწორაზროვნებაში ვერ შეხვალ, ვერ გახვები, იმიტომ რომ თითოეული მოსაზრება ერთმანეთის წინააღმდეგ მოდის. და რაც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობას, ძალიან მძიმეა. ნამდვილად ძალიან მძიმეა. ერთი ის რომ აქამდე ასე ძლიერად იმიტომ მოდის რომ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, რომლებსაც მართლა ძალიან უყვართ ეს საქმე და თვალები უნათდებათ, როდესაც ერთმანეთს ესაუბრებიან და ეხმარებიან. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე მე რაც შემიძლია ვთქვა ახალგაზრდებთან ურთიერთობის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რაც დავინახე რომ ნამდვილად კარგი თაობა გვყავს. ისეთი ახალგაზრდები არ გვყავს, რომლებსაც კონკურენცია აშინებთ, ან მაგალითად ერთმანეთის კარგი აშინებდეთ. არა, მე ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებსაც უხარიათ ერთმანეთის დახმარება, უხარიათ ერთმანეთის გამარჯვება, გაცილებით უფრო მეგობრულები და ერთიანები არიან და ენთუზიაზმით სავსე. და ეს ენთუზიაზმი, ეს ღირებულებები არის, რომლებიც დღეს წარმოადგენს ჩვენს ხერხემალს. და კიდევ მტკიცედ მდგავარ, თუმცა უნდა ვიყოთ რეალისტებიც, პრაგმატულადაც უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, რომ ეს მოცემულობა არ არის მარტივი და არის ძალიან რთული. დაფინანსების, სხვადასხვა დამატებითი რესურსი აქვს, მხოლოდ ფულად დაფინანსებაზე არ არის საუბარი. ევროპული გამოცდილება არის მნიშვნელოვანი. მათი თვალით დანახული გამოცდილებების გაზიარება. მე მაგალითად 5 წელი ვიყავი საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია ISEC-ში. იქ ფინანსური სარგებელი იმდენად არა, რამდენადაც სხვა გონებრივი სარგებელი მივიღე. იქ ვნახე ნათელი გონებები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ვისწავლე მათი მუშაობის სტილი, ბევრი მათგანისგან ვისწავლე სხვადასხვა უნარი, სხვადასხვა კომპეტენცია, ბევრი კითხვის დასმის საშუალება მქონდა. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ ფინანსური კუთხით დაგვარტყამს, განვითარების აზროვნების, გონებრივი განვითარების კუთხით ძალიან დიდ გავლენას მოახდენს წლების შემდგომ და რა თქმა უნდა ჩვენ არ ვუშვებთ იმ მოცემულობას, რომ ეს მოცემულობა, ეს ჩაკეტილობა დიდხანს გაგრძელდება. თუმცა რაღაც მომენტში პრაგმატულადაც უნდა შევხედოთ, რომ გავთვალოთ თუ ეს მოცემულობა აი ასე გაგრძელდა, შემდეგ რა შედეგი იქნება. ან ევროპას ჩამოვიდანთ აქ, ან ახალგაზრდობა, რომლებსაც აქვთ ნანახი ევროპა, წავლენ ევროპაში. აი ეს არის ძალიან რამდენადაც რეალობა იმდენად ძალიან რთული, რომ ან ევროპა ჩამოვა, ან მაშინ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც უბრალოდ სუნთქვა არ შეეძლებათ, მოუწევთ რომ ქვეყანა დატოვონ, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ აი ეს მოცემულობა და ის რომ ჩვენი ტვინები გაედინონ, არ იქნება რეალობაში და არ იქნება ხანგრძლივი და იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში გვექნება ისეთი მოცემულობა, სადაც ერთმანეთს მოვუსმენთ, პატივს ვცემთ, კარგსაც, ცუდსაც ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენი აზრები იქნება გამოთქმული და ჩვენი თვითგამოხატვის გამო ახალგაზრდები არ ისხლებიან არა სიხეში, არამედ მაგიდასთან სადისკუსიოდ, იმისთვის რომ აი როგორც ჩვენ თქვი, მრავალფეროვნებაშია ძალა და სწორედ აი ეს მრავალფეროვანი გარემო შევქმნათ. ალბათ არ არსებობს ამაზე ერთი კონკრეტული წამალი ან რაღაც გზა. მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ჩვენ უფრო ძიების პროცესში ვართ. რადგან ასეთ მოცემულობაში აქამდე არ ყოფილვართ. აი ასეთ გრძელვადიანად და ასეთ დონემდე და ასეთ მასშტაბებზე, რომ ახალგაზრდობის ხმა არ ისმინებოდეს და ზოგადად ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვეოდეს. ჩვენი თაობა ყოველ შემთხვევაში ამას აქამდე არ მოსწრებია და შესაბამისად ძიების პროცესში ვართ. მშვიდობიანი გზებით, რასაც მოწყობს ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს. აი ამ თანამედროვე, ინკლუზიური, მშვიდობიანი ბრძოლით ვფიქრობ, რომ არ იქნება მარტივი, თუმცა ყოველ შემთხვევაში ცდად აუცილებლად ღირს და ბრძოლა ყოველთვის ღირს ცდად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენც აღნიშნე და პრაქტიკულად შენც ხედავ, ეს ადასტურებს მხოლოდ ჩემს პოზიციასაც, რომ არის საფრთხე ტვინების გადინების, ანუ ყველაზე ნიჭიერი განათლებული ევროპული თაობის წასვლის ქვეყნიდან, რაც უზარმაზარი ისტორიული კატასტროფა იქნება
და იმედია ეს არ მოხდება. ამისთვისაც ბევრ რამეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი ძვირფასი რესურსი ეს არ არის მინერალები ან რაიმე ასეთი შენობების აშენება მაგალითად ხო აი ინვესტიციის ჩადება ამაში. ყველაზე ძლიერი ჩვენი რესურსი მე ამის ვჯერა არის ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე მსოფლიოში მართლა გახდეს ძალიან კონკურენტუნარიანი და საქართველოს არსებობს ბევრი მაგალითი პატარა ქვეყნის, რომელიც არის ძალიან წარმატებული. ანუ პატარა ამ შემთხვევაში საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეზღუდული ხარ რაღაცაში, პირიქით შეიძლება აი ასეთი პატარა ქვეყანა გახდეს მოწინავე მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს, მაშინ, როდესაც განათლებას აქვს მსოფლიო მასშტაბით პრიორიტეტი და დოვლათი იქნება ამის მეშვეობით, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელი, რომელიც 17-18 წლებში ვიყავი და იმ დროს ნამდვილად მახსოვს, რომ მე ნაკლებად შედარებით აინტერესებდათ ახალგაზრდების პოზიცია და ჩვენ ვცდილობდით ამ პოზიციის მიტანას. დღეს თავარი პრობლემა ალბათ მაინც იმაში არის, რომ ის, ვინც აღქმულია ხელისუფლებაში, ზოგადად ვამბობ ამას რაღაც კონკრეტული თანამდებობების მიღმა დისკუსიის, დიალოგის, ახალგაზრდებისთვის დიალოგის. ისეთ ის არა, რომ კომუნისტური პარტიის სტილში შეგიძლია ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია და გაუკეთებია კიდევაც ყველა ხელისუფლებას. მაგაზე არ არის, რომ ახალგაზრდობა ისხდეს და ვიღაცა კითხულობდეს ლექციას და უხსნიდეს ახალგაზრდობას. არა, დიალოგისთვის, დისკუსიისთვის ახალგაზრდობას უნდა რომ თანასწორ სუბიექტად იქცეს, ხო? ეს სივრცე დღეს არ არის და ჩემი ეს ყველაზე დიდი სირთულე მოდის იქიდან, რომ დიალოგის სივრცე არ არის. ახალგაზრდები ნამდვილად მშვიდობიან პროტესტს როცა ვახსენებთ, ისეთი თაობა ყავს. მე არა, აი ნებისმიერი აი ამ ნიჭიერი ახალგაზრდებიდან და არც ჩვენ ხო დაუშვათ. მზად ვართ რომ დასხდნენ და ისაუბრონ და დარწმუნებული ვარ ყველა ძალიან ლოგიკურად არგუმენტირებულად აუხსნის რატომ არის ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში მიუღებელი და ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი გვეგულება. რას გვეტყვი ამას? კი, მე ვუყურებ ახალგაზრდებს ჩვენს გარშემო და მე თვითონაც ახალგაზრდა ვარ, შენც ახალგაზრდა ხარ, მაგრამ სულ მაინც აღფრთოვანებული ვრჩები კიდევ უფრო მაგარი თაობა როგორ მოდის, კიდევ უფრო პატარები, ჩვენზე უფრო პატარები, როგორ შეუძლიათ რომ ძალიან მშვიდად, წყნარად დაგელაპარაკონ და აგიხსნან და მე ვფიქრობ რომ ეს არის პოლიტიკა არ არის, ეს არის მორალის საკითხი, ეს არის ღირებულებების საკითხი, რომ შენ შეგეძლოს ნებისმიერ ადამიანთან მიხვიდე, ესაუბრო, ძალისმიერი მეთოდები მხოლოდ მაშინ იწყებს გამოვლენას, როდესაც გონებრივის რესურსი აღარ არის. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გონებრივი რესურსი, ამიტომაც ძალისმიერ მეთოდებს ზოგადად არავინ არ უნდა ვამართლებდეთ. და როდესაც გვაქვს ეს გონებრივი რესურსი და მე ვხედავ, რომ ახალგაზრდობაში არის ეს ძალიან დიდი გონებრივი რესურსი, ღირებულებები, მორალი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მასალა, ესე რომ ვთქვათ, კარგი ძღვენი გვაქვს შეგროვებული, რომელიც შეიძლება ძალიან კარგად იქნას გამოყენებული და შეიძლება დღეს ბევრი იყოს იმედ დაკარგული, ან თუ გინდეს პროცესი ძალიან რთული ეჩვენებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს არის. ქვეყანა ზოგადად პოლარიზებულია და არ მგონია რომ იყოს ინდივიდი, რომელიც გულდამშვიდებული იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მომხრეა ეს ამომრჩეველი, ახალგაზრდა ზოგადად მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა შფოთშია, ყველა აფორიაქებულია ასე თუ ისე, ხო? ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველასთვის იქნება ის მოცემულობა, სადაც შეგვეძლება რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და რაც არ უნდა გაწელილად ჩანდეს ეს პროცესი და რთულად ჩანდეს და არის კიდევაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ პროცესში ჩვენც ვიზრდებით, როგორც საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენც ვსწავლობთ ბევრ რაღაცებს და შეიძლება დღეს ვერ გავიაზროთ, მაგრამ ხვალ გავიაზრებთ. ხვალ თუ არა ზეგ. ქართველებს ჯადოსნური სიტყვა გვაქვს მაზეგ და ძალიან პოზიტიური რამ არის, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს მეც, რომ რაღაც პერიოდი იქნება, აი ეს ყველაფერი ჩადებული შრომა უცხოელი პარტნიორების დახმარება, ჩვენი შრომა, ჩვენი ჩადებული რესურსები აუცილებლად გამოიღებს შედეგს და მხოლოდ აი ამ პოზიტიური ნოტით შემიძლია დავასრულო, რომ ბრძოლასაც ყოველთვის აქვს აზრი და მთავარია, რომ აი რწმენა და იმედი ადამიანებმა არ დავკარგოთ. პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ უკვე ერთმანეთის და
აუცილებლად უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, ნებისმიერი უმცირესობის თავს იგრძნობს პირველ რიგში დაცულად, იგრძნობს თავს ადამიანად და იგრძნობს თავს ისეთ ინდივიდად, რომელიც არ არის უბრალოდ ინდივიდი, არამედ არის ძალიან დიდი გულის, ძალიან მნიშვნელოვანი ჭანჭიკი და თუ აი ასე იგრძნობს ადამიანი თავს, ალბათ ქვეყანაში გამეფებული, ისე რომ ვთქვათ, ჰაერიც გაცილებით უფრო ჩანსაღი იქნება და მე ამის იმედი მაქვს. კი ბატონო. ანუ სამართლებრივი, მაგრამ ამავდროულად სამართლიანი, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო არის ჩვენი ყველას მიზანი, რა თქმა უნდა, და ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის სწორედ ასეთი სახელმწიფო გვეგულება ყველას და ძალიან დიდი მადლობა ნინო დღეს მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ მქონდა ძალიან ჩემი აზრით საინტერესო დისკუსია და ეს იყო ჩემი საავტორო გადაცემა, რომლის ფარგლებში ძვირფასო მაყურებლებო ჩვენ შემდეგ სამშაბათს 6-ის ნახევარზე ისევ შევხვდებით და გავაგრძელებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე, ისე როგორც საერთაშორისო მოვლენებზე საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით.